მოგესალმებით ყველას ჩემს არხზე, დაგიბრუნდით ახალი ვლოგით და გავატაროთ დღე ერთად. ეს მე დილიდან კმაყოფილი მივდივართ მაღაზიებში, კმაყოფილი, რადგან ჩემი ქმარი ყველა ჩემს დებილურ და უაზრო აზრს მხარს უჭერს და ახორციელებს. ამჯერად გადავწყვიტე სამზარეულოს კარების შეღებვა, რომელიც იყო ყავისფერი, საღებავი ასცურა, ალაგ-ალაგ, უშნოდ ჩანდა და ძალიან მინდოდა გადაკეთება და ფერის შეცვლა, ამიტომ დღეს დილიდან მივდივართ საღებავების საღებავად. მოვედით მაღაზია TEDx-ში, ეს მაღაზია ჩვენგან საკმაოდ შორს არის. თითქმის მეორე ქალაქშია, აქ იყიდება საღებავებიც, უამრავი რამ, ჭურჭელიც, დეკორაციაც, არის კიდევ ორცხობილებიც, რუსული პროდუქცია თუ არ ვცდები და ასე შემდეგ. მაღაზია არის უზარმაზარი, ასევე იყიდება ავეჯი და ამ ავეჯის განყოფილებაში ვნახეთ ერთი ულამაზესი კარადა და ავიღეთ შემოსასვლელისთვის, შემოსასვლელში იმ მხარეს, სადაც დაკიდული თაროებია, შეკვეთილი გვქონდა პატარა სერი ფერის ტუმბა. ახლა უარი ვთქვით შეკვეთაზე და ავიღეთ უფრო მოზრდილი და უკეთესი კარადა. ავიღეთ საღებავები, საღებავის მოსაშორებელი ხსნარი, რაღაც საჭირო წვრილმანები და წამოვედით სახლში. პირველ რიგში წავუსვით სპეციალური ხსნარი ამ კარებს, რომ ჩამოვაშოროთ ეს ყავისფერი საღებავი, რამოდენიმე წუთი უნდა დავტოვოთ და შემდეგ ჩამოვხსნათ. აქვს საშინელი სუნი, ამიტომ გავიკეთე ნიღაბი და ნიღბით დავდიოდი სახლში, თან გავურბოდი ამ სუნს. სანამ სერგო ამას აკეთებს, მე იქამდე მოვამზადებ ჩვენთვის ხემს. მოვამზადებ ღუმელის გამოსაცხობ ყველს, მე პირადად ძალიან მიყვარს ეს ყველი. დღეს გადავწყვიტე პურთან ერთად და პომიდორთან ერთად გამოვაცხო ღუმელში. იდეალური იქნებოდა პატარა ჩერი პომიდორები, სამწუხაროდ არ მქონდა და მოზრდილი პომიდორი დავჭერი კუბიკებად. გადავიტანე ყველი გამოსაცხობ ქაღალდზე, აქეთ-იქიდან დავუწყე პომიდორი, პური, ზემოდან მოვასხი ცოტა ზეითუნის ზეთი და გამოვაცხე 200 გრადუსზე 10 წუთით. როგორც უკვე გითხარით, საღებავის სუნის გამო ცალკე ოთახში ვიყავი და დამავიწყდა ჩემი ხემსი ღუმელში, 10 წუთის მაგივრად იდო 15 წუთი და ცოტა პური დაიხრუკა. მაინც გემრიელი იყო და მაინც სიამოვნებით მივირთვით. I was a lonely silhouette, needed somebody to show the way. Yeah, I was a heartbeat with no sound till you came around. Yeah, you showed me colors, light in the darkness. You were the only thing I needed. Then we got older, but we stayed the same. Swear that we never lost the flame. Nostalgia, you're an echo in my head. Oh, nostalgia, like a symphony of our memories. Oh, nostalgia, don't you ever slip away. Oh, nostalgia, like a symphony of our memories. Oh, like a symphony. დღევანდელი საყიდლები, ეს არის თეთრი კედლის საღებავი, რამოდენიმე ადგილას კედელი გაგვიფუჭდა,
გუშინ სერგომ გალესა და ყვითლად ეტყობა, ამიტომ გადავწყვიტეთ რომ შევღებოთ. ასევე ეს საღებავის ფუნჯები მრგვალი, ეს არის ქაღალდის სკოჩი, კიდევ საღებავის ფუნჯები, ასეთი დიდი ფუნჯი, ეს ფუნჯი ჩემთვის ავიღე. კარების საღებავი თეთრი ფერის და არის სუნის გარეშე. ჩემთვის ავიღე პირადად სუნის გარეშე, რომ სუნმა არ შემაწუხოს და ასევე ავიღე ეს გამათბობელების საღებავი. ვიფიქრე, რომ გამათბობელებიც შესაღებია და ბარემ გამათბობელსაც შევღება. ასევე დღეს შევიძინეთ ასეთი ლამაზი კარადა, მინი კარადა გასაღებებისთვის. დავკიდებთ შემოსასვლელში და გასაღებებს ჩავდებთ ხოლმე შიგ. განსაკუთრებით ადგილს ეძებს, თავის საპატიო ადგილს, სარდაფის გასაღები, რომელიცაც ყოველ ჯერზე ვეძებთ და მოკლედ თავის ადგილს დაისაკუთრებს ამ პატარა ყუთში. კარებს ვაივაგლახით ჩამოვაშორეთ საღებავი და სიმართლე გითხრათ, ყველაზე დიდი შეცდომა იყო ამ საღებავის მოსაშორებლის წასმა, რადგან ამოიბურცა და მოკლედ ძლივს ჩამოვხსენით, მე კი არა სერგომ ჩამოხსნა და ახლა გადავიდა უკვე სერგო კედლების შეღებვაზე, ხოლო მე დავიწყებ გამათბობელების შეღებვას. ჯერ პირველ რიგში ყველას გავწმინდა კარგად, წესით სერგომ რაღაც სპრეი იყიდა, ჯერ ამ სპრეით უნდა გამეწმინდა და შემდეგ დამეწყო შეღებვა. მას შემდეგ რაც ეს სპრეი გამოვიყენეთ კარებზე, გადავიფიქრე ამის გამოყენება და ჯობია რომ უბრალოდ გავწმინდო და ზემოდან შევღებო შემდეგ. ავიღეთ თითქმის ყველაფერი და ყველაზე მთავარი გამოგვრჩა და ვავიწყდა სპეციალური კილა თუ პოდნოსი, არ ვიცი როგორ ქვია საერთოდ, საღებავს რომ ასხავენ და იქიდან იღებება. ეხლა ამის გამო იქ არავინ არ წავა, ამიტომ რამე უნდა მოვიფიქრო. და მოვიფიქრე ასეთი რამ, ამიღო ეს ტაბლეტი, ზედ დავაფარებ ცელოფანს, აქ ჩავასხავ ჩემს საღებავს და ისე შევღება. დიდი იმედი მაქვს, რომ რაღაც გამოვა და კიდევ ვფიქრობ, რომ ასეთით უფრო გამიადვილდება შეღებვა და ვნახოთ თან ამითაც შევღებავ და თან ამ დიდი ფუნჯითაც.
lights don't shine, I'll be there in the sleepless nights. I'll be there, make you feel alright. I'll be there, I'll be there. I'll be there when the lights don't shine. I'll be there in the sleepless nights. I'll be there, make you feel alright. I'll be there, I'll be ერთი პირი წავუსვი ყველგან და ვფიქრობ, რომ საკმარისია. ჩემი გამათბობელები გათეთრდა და გალამაზდა. ინსტრუქციაში ეწერა, რომ თუ მეორე პირის წასმასაც ვაპირებ, მაშინ 24 საათის შემდეგ უნდა წავუსვა, ასე რომ ხვალ ვნახავ, როგორ დაჯდება და თუ რამეა კიდევ შევღება. სადაცაა ბავშვები უნდა მოვიდნენ და მოვამზადებ უცებ სადილს. დღეს მოვხარშავ ასეთ ფერად პასტას და ჰოლანდიურ соуს. ეს соуსი არის განკუთვნილი სატაცურისთვის, მაგრამ იდეალურად უხდება როგორც პასტას, ასევე მოხარშულ კარტოფილს, გაყინულ ბოსტნეულს ღუმელში და ასე შემდეგ. ვინც ახლა ჩვენთან ერთად მიირთმევს, გემრიელად მიირთვით. საღამოს სერგო შეუდგა უკვე კარების შეღებვას, იმის დანახვაზე თუ რა მდგომარეობაში ახლა კარები და საღებავს არ იღებს. გული შემიწუხდა, ბავშვებთან ერთად გადმოვედი მისაღებო თაღში და დავიწყეთ ცოტა განტვირთვა და ანიმაციური ფილმის ყურება. ამ დროს სერგო ღებავს. საღებავს ცოტა სუნი აქვს, არ არის შემაწუხებელი სუნი, მაგრამ სუნი მაინც აქვს და ამ სუნსაც გავვრუპივარ. თავი აღარ მქონდა, შემდეგ უკვე აღარაფრის და ასე დასრულდა დღევანდელი დღეც. I know why your mind is so dishonest. I see you and I'm fucked up like before. I'm surprised the 45 is loaded. You're really trying to blow my brain tonight. Fucked up on a Saturday. The vibes ain't right and the sex don't feel like love. I know that there's better days. The memories are gone. It's a beautiful disaster. ახლა უკვე პირადად მოგესალმებით, ჩვენთან არის უკვე მეორე დილა.
დილა გაგვითენდა თოვლიანი, რაც საერთოდ არ არის სასიამოვნო, რადგან ჩემთან ახლა ყველგან უნდა იყოს ფანჯრები ღია საღებავების გამო და გარეთ არის -3 თუ -4 გრადუსი, ამიტომ ვერ ვაღებ ყველგან ფანჯრებს და რიგრიგობით თითო ოთახში 1000 წუთით ვაღებ ხოლმე, რადგან ძალიან ცივა. დაგვრჩა ახლა მხოლოდ კარა და ასაწყობი. ასევე დღეს მოვა თაროები და თაროებსაც დავკიდავთ საძინებელში და დაგვრჩა შესაღები კარები. მოკლედ კარების შეღებვა გაიწელა, იღებება საშინლად და თვითონ საღებავიც არ შრება. თან მიუხედავად იმისა, რომ საღებავზე ეწერა არ არის ორგანიზმისთვის საზიანო და არ აქვს სუნი, სუნი მაინც აქვს. არ არის მძაფრი სუნი, მაგრამ სუნი აქვს მაინც. და დილიდან ვიფიქრე, რომ მეთქი გარეთ რახან თოვლია, ცოტას გავალ, გავისეირნებ, თან დღეს ვაპირებ რულეტის გამოცხობას, 2 რულეტი მინდა რომ გამოვაცხო, 1 შოკოლადიანი და 1 გარგარის ჯემით. ვერცხლს დავამატებ თქო და მოკლედ ვიყავი მაღაზიაში და მოვედი. გოჩა სკოლაშია, სერგოც არ არის სახლში, ხოლო ნიცა სახლშია, რადგან დღეს ჩვენთან ავტობუსების გაფიცვა და დილით კი წაიყვანდა სერგო ნიცას სკოლაში და იქიდან ვეღარ მოვა. ამიტომ გადავწყვეტეთ, რომ დღეს არ წასულიყო სკოლაში. როგორც ნიცამ თქვა, თავისი კლასელებიც არ სწავლენ. თითქმის ნახევარზე მეტი ვერ წავა სკოლაში, რადგან მშობლები მუშაობენ და ვერ წაიყვანენ და ვერ წამოიყვანენ. დილიდან დავრეკე, ვუთხარი, რომ ვითომ ცუდად არის თქონიცა და პასუხი მივიღე, რომ თუ ეს არის დაკავშირებული იმასთან, რომ ავტობუსები არ მუშაობს, საპატიოდ არ ჩაითვლებაო და მეთქი შესაძლოა როგორც ძალიან ცუდად არის. ასე რომ ნიცა დღეს სახლში მყავს. მეტყობა რომ აღელვებული ვარ. დილიდან რაღაც პატარა ისტორია შემემთხვა და ახლა მოვიყვებით. მოკლედ, მოვდივარ სახლში, მაღაზიიდან და ჩვენთან საფოსტო 5 უნდა შეამოწმო დღეში 3-ჯერ. ეს ყველაზე ცოტა, რადგან სულ წერილი მოდის და სულ წერილი სავსე. რომ მოვედი, შევამოწმე რა თქმა უნდა საფოსტო 5 და იყო შიგ წერილები. წერილებს შორის იყო აი ეს დიდი წერილიც. რო დავინახე, მეთქი ეს რა არის. სანამ ესე იგი გამოვიღებ იქიდან, უკვე ვფიქრობ, რომ თავში მარტო ისინი მიტრიალებს, რომ აი ესეთ წერილს გზავნიან მხოლოდ ჯარიმაზე და რაღაც ესეთი უბრალო წერილი ასეთი არ მოვა. და გამოვიღე, ვფიქრობ მეთქი ჯარიმა. დავხედე და ჩემი სახელია წერია. ჩემ სახელზეა. და პირველი რაც ვიფიქრე, ის იყო, რომ მეთქი მართვის მოწმობა არ მაქვს და რა ჯარიმა მოვიდა. მერე დავიწყე იმაზე ფიქრი, აი ვფიქრობ მხოლოდ იმაზე, რომ ეს არის ჯარიმა. და მერე ვფიქრობ, რომ იქნებ ყვავილი მოუწყვიტე სადმე და რა ვიცი, ვინ იცის. პატარა შენიშვნას გავაკეთებ კიდევ, ეს გერმანია და 3 წლის უკან მოწყვეტილ ყვავილზე შეიძლება მოვიდეს ახლა ჯარიმა და 4 წლის უკანაც. არ აქვს მნიშვნელობა. თავარია ჯარიმა იყო. და რომელ წელს ჩაიდინე, ეს ჯარიმა შეიძლება მოვიდეს ასევე გარეთ თუ მტრედებს აჭამე, ან ცხოველებს, სადმე თუ ყვავილი მოწყვიტე. გადაღებაზე ხო საერთოდ და ან იმაზე ვფიქრობ, მეთქი სადმე ყვავილი ხო არ მოწყვიტე, გამახსენდა რომ წინა წელს გასაფხულზე მოვწყვიტე იასამნები, ბევრი იასამნები. და გამოვიღე, ეს იყო წამიერი გაფიქრება. გამოვიღე, უყურებ კიდე და წერია ბრანშვაიგი და ბრანშვაიგი არის სხვა ქალაქი.
ჩვენი ქალაქიდან მეორე ქალაქი მოკლედ. სერგო ხშირად მუშაობს ხოლმე მაგ ქალაქში და როცა დრო მქონდა, მეც მივყვებოდი ხოლმე და ვიღებდი რა თქმა უნდა. და იმაზე ვფიქრობ, რომ მეთქი სადმე გადავიღე, ვიღაცამ დამინახა და მოკლედ ჯარი მომოვიდა. მოვედი სახლში, ესე იგი ვხსნი და თან არ მინდა რომ ის გავაფუჭო ეს, იმიტომ რომ არ იხსნება ესე. და ვფიქრობ მეთქი რა ვქნა და ესე იგი ჭრია ესე ნელა. და ვფიქრობ იმაზე რომ მეთქი რა ჯარიმა უნდა იყოს, რაიმე რა ჩავიდინე. და ის მიხარია რომ სერგო არ არის სახლში. მეთქი კიდევ კარგი სერგო არ არის სახლში, თორე დაიწყებდა რომ აი 10 ჯერ გითხარი რომ ნუ იღებ და მოკლედ. ამოვიღე ეს ფურცელი და იმდენად აღელვებული ვარ რომ ძლივს ვკითხულობ. და რა ჩავედი ბოლოში ვეძებ მეორე ფურცელს. და აი ეს არის სერტიფიკატი. აი მე რა ჯანდაბად მიტოთა მე სერტიფიკატი ეხლა გული გამისკდა. მოკლედ ვისაც გახსოვთ წინა წელს აგვისტოში რომ შევედი რაღაც ენის კურსებზე მაშინ ავიღე 3 სერტიფიკატი და ეს არის ჩემი სერტიფიკატების სერტიფიკატი კიდევ. ეს არის უფროსი იმითი. ამას მან მართლა არ ველოდი, ნამდვილად არ ველოდი რომ ასეთ რამეს მივიღებდი თან თებერვალში. მოკლედ, ვინც გერმანიაში ცხოვრობთ, ალბათ მიხვდებით რაზეა საუბარი. აი ამ ფურცლით შემიძლია გავიარო აუსბილდუნგი. ოღონდ ისეთი აუსბილდუნგი, სადაც ძალიან ბევრ საბუთებს რომ ითხოვენ სკოლის დამთავრებას და ასე შემდეგ. აქ წერია რომ მაქვს კარგი ცოდნა გერმანულის და შემიძლია გავიარო აუსბილდუნგი. მოკლედ კი გამიჩერდა გული დილიდან, მაგრამ კარგი წერილი იყო. ახლა მოვამზადოთ ერთად რულეტის ბისკვიტი. ერთი ბისკვიტისთვის დამჭირდება 5 კვერცხი, 125 გრამი ფქვილი, 125 გრამი შაქარი, აქ მაქვს 50 გრამი ზეთი და ვანილი, ასევე 1 ჩაის კოვზი გამოფხვირებელი. კვერცხი უნდა დავყოთ გულებად და ცილებად, გავთქვიფოთ ცილა შაქართან ერთად კარგად, შემდეგ ნელ-ნელა დავუმატებ კვერცხის გულს, ბოლოს დავუმატებ გამოფხვირებელს და ფქვილს, მზად რომ იქნება, შემდეგ ეტაპობრივად დავუმატებ კიდევ ზეთს ნელ-ნელა და ამოვვრევ. ყველაფერს გაჩვენებთ ვიდეოში და მეორე ბისკვიტს გამოვაცხობ ზუსტად იგივე პროპორციებით, ოღონდ ფქვილში დავუმატებ ცოტა კაკაოს, რადგან ერთი იქნება ყავისფერი და ერთი თეთრი რულეტი. მოხარშული კრემი უკვე მოიხარშა და ცივდება აივანზე. You've been shattered, you've been broken down. Heart is beating, still won't make a sound. It feels like an angel straight from heaven, just like my lucky number 7. You're my shooting star. We're running round in circles. Love feels so invincible. Feel you when there's no one around. Your beauty's so amazing. I will always hold you down. Your heart will be kept safe and sound. But I don't wanna love you when I'm faded. You're the picture perfect, you're on my mind. Painted. And I don't wanna lose what we've got tonight. Baby, 'cause your love's like a dynamite. I don't wanna love you when I'm faded. I can feel your heartbeat to save it.
'cause your love's underrated. Deep in my heart I know you're irreplaceable. Together unstoppable. And I feel your frequency, feel your love around me. I'm drowning in my mind, don't wanna let you down. We're running round in circles, our love feels so invincible. Feel you when there's no one around. Your beauty's so amazing, I will always hold you down. Your heart will be kept safe and sound. But I don't wanna love you when I'm faded. ესეც ჩემი ერთი ბისკვიტი გამოცხვა უკვე, ახლა ცხვება მეორეც. ახლა გაჩვენებთ ამ ბისკვიტს, რაც მთავარია გამოცხობის შემდეგ აუცილებელია რომ ზემოდან გადააფაროთ სუფთა ჩაისტილო, არ არის საჭირო რომ იყოს სველი. ასე გამოიყურება. არ არის საჭირო ეგრევე გადახვევა ან რაიმე, არის ასეთი ელასტიური და გადახვევის დროს არ ტყდება. ეს არის ზეთის დამსახურება. ზეთი არ უნდა იყოს სუნით, აუცილებლად აიღეთ რაფინირებული სუნის გარეშე და აუცილებლად ზეთი, არ შეცვალოთ არც მარგარინით ან გამდნარი კარაქით. და აი ასეთი გამოვა გაცივების შემდეგ წაусმევთ კრემს და გადაახვევთ. ასე. როგორც ხედავთ, არც ტყდება და არის ასევე იდეალური სისქის. ვაცხობთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე ზუსტად 10 წუთი. ბისკვიტები ძალიან მალე ცივდება, ამიტომ გადავედი კრემის მომზადებაზე. აქ მაქვს კარაქი. კარაქი არის ოთახის ტემპერატურის და ასევე მოხარშული ფაფაც ოთახის ტემპერატურის. ჯერ კარაქი გავთქვიფე კარგად გათეთრებამდე და შემდეგ ნელ-ნელად დავამატე წინასწარ მომზადებული ფაფა. ასევე შემდეგ გამეთიშა კამერა და ვერ შევამჩნიე რომ აღარ ვიღებდი. დავუმატე კაკაო ასევე და შაქრის პუდრა. ყოველთვის ვამატებ ასეთ კრემს შაქრის პუდრას. შაქრის პუდრა დავუმატე 3 სუფრის კოვზი, რაც ხდის უფრო ფაფუკს და უფრო გემრიელს მოხარშულ კრემს. კრემი გადავიტანე ბისკვიტზე, როგორც ხედავთ, ბოლო ნაწილი ცარიელი დავტოვე, რადგან გადახვევის დროს ამ მხარეს მიდის კრემი და რომ არ გადმოიღვაროს. ეს ყავისფერი ბისკვიტი ჩემდა გასაოცრად გამოვიდა ძალიან ფუმფულა, მაღალი, ამის გამო ცოტა გამისკდა გადახვევაში და სიმართლე გითხრათ გამიკვირდა, რადგან ასეთი ბისკვიტი არ სკდება და ვიფიქრე რომ შეიძლება კაკაოს ბრალი იყოს, რადგან სიმართლე გითხრათ პირველად გამოვაცხე კაკაოთი და ალბათ იმის გამო ცოტა გასკდა გვერდეებში, ხოლო თეთრი ბისკვიტი გამოვიდა როგორც ყოველთვის იდეალური, წავოსვი ჯემი, აქ მაქვს 2 სხვადასხვა ფირმის ჯემი, ერთმანეთში ავურიე, წავოსვი და გადავახვიე. ყავისფერი ბისკვიტი გავაფორმე ზემოდან თავისივე კრემით და მოვაყარე ნუშის ფანტელები, ხოლო თეთრი ბისკვიტი დამრჩა შიშველი, რადგან იდეალურია შაქრის პუდრა ზემოდან, როგორც ყოველთვის რაღაც დამაკლდა. მთელი შაქრის პუდრა რაც მქონდა კრემში ვუყავი, სიმართლე გითხრათ არ ვიცოდი რომ მეტი აღარ იყო, ამიტომ ასე გამოიყურება ჩემი რულეტები დღეს. შემდეგ გადავედი ჩემი საძინებლის კამოდის განთავისუფლებაზე, რადგან სულ რამოდენიმე ხანში მოიტანენ თაროებს და თაროების დასაკიდად ადგილს ვანთავისუფლებ. ახლა კი ვარ ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი, მაგრამ სადღაც 10 წუთში მივიღე შეტყობინება. დღეს არ იქნება ჩემი თაროები მოტანილი, თაროებს სავარაუდოდ შაბათს მოიტანენ,
მოკლედ გული დამწყდა, სხვას ახლა ვერაფერს ვერ გავაკეთებ, ასე რომ აქ დავასრულებ ჩემს ვიდეოს. უღრმეს მადლობას გიხდით, რომ უყურეთ ბოლომდე. მომავალ შეხვედრამდე.